Საღამოშიდობისა თქვენ უყურებთ პოსტ-ანალიტიკას, მე ზვია დავალიანი ვარ, ჩვენ ვსაუბრობთ მიმდინარე აქტუალური საგარეო და საშინაო პოლიტიკური თემების შესახებ. დღეს საღამოს ჩვენი სტუმარი საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი იქნება. საღამოშიდობის ლევან, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ დღეს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ლევან, დავიწყოთ დღევანდელი მნიშვნელოვანი ამბების მიმოხილვა და დავიწყოთ ბუნებრივია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილით, რომლითაც მან დღეს მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს ჯეი-დი ვენსს. წერილის შინაარსში ბუნებრივია შევალთ და განვიხილავთ პუნქტებსაც, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის და ზოგადად ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის, მაგრამ პირველ რიგში მოკლე შეჯამების სახით მე ვიტყვი რომ ამ წერილში არის გამოხატული ამ მთელი ის გულისტკივილი რომელიც ქართულ საზოგადოებას დაუგროვდა ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ და ეს გულისტკივილი ასე ვთქვათ გამოწვეულია იმით რომ მიუხედავად იმისა რომ სიტყვიერად თითქოს ტრამპის ადმინისტრაცია და პირადად პრეზიდენტი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვენსი აკრიტიკებენ deep states და აკრიტიკებენ წინამორბედი ადმინისტრაციის პოლიტიკას, ჯო ბაიდენის პოლიტიკას, ფაქტობრივად სოფლის ყველა წერტილში, არა მხოლოდ ამერიკის და პოლიტიკას. ამის მიუხედავად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ეს არანაირად არ აისახება. ანუ საქართველოსთან მიმართებაში ვაშინგტონს პოლიტიკა არ შეუცვლია. ეს არის ასე ვთქვათ ძირითადი პათოსი თუ შეიძლება ითქვას ამ წერილის და პირველი კითხვა რაც მე მინდა დაგისვათ არის შემდეგი რომ თქვენი აზრით რატომ იყო ამ წერილის გამოქვეყნება საჭირო ზუსტად ახლა და რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს, რა რეაქციის მოლოდინი შეიძლება გქონდეს მეორე მხრისგან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ზვიად. პირველ რიგში მინდა ყველა შევახსენო რომ ჩვენ ვართ 30 საუკუნოვანი უწყვეტი გენის ერი. და ერების ხასიათს და როლს მისი ისტორია აყალიბებს. და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ჩვენი ისტორია, როგორი რთული ისტორია არის, გამარჯვებებიც სავსე იქ, დამარცხებებიც იყო. მაგრამ მთელი ამ ისტორიის, ასე ვთქვათ, გამძლევი ხაზი არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის ვბრძოლობდით და ჩვენ არასდროს არ ვეგუებოდით უსამართლობას. ეს მინდა შესავალი ნაწილი ვთქვა იქიდან გამომდინარე რომ შემდეგ უკვე ამას დავაყარდნო რატომ იყო ეს წერილი მნიშვნელოვანი და რატომ იყო ამ წერილის ტონიც მნიშვნელოვანი რომელიც რა თქმა უნდა არანაირ წითელ ხაზს არ კვეთს თუმცა აქ იგრძნობა რომ ჩვენ ვესაუბრებით თანასწორად ამერიკის შეერთებულ შტატებს ვინაიდან ქვეყნის მოდი ესე ვთქვათ ფართობი და მოცულობა არ განსაზღვრავს სუვერენიტეტს განსაზღვრავს ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ატარებს არჩეული ხელისუფლება. ამ შემთხვევაში ქართული ოცნება, საქართველოს შემთხვევაში. და რა პოლიტიკას ატარებს ქართული ოცნება, მით უმეტეს ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ხო? ის ღირებულებები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? ანუ ქართველებმა მოვახდინეთ იდენტიფიცირება ჩვენ სულიერ თავგადასავალთან, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ და ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა. ეს არის ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. და ჩვენ ამას კბილებით ვიცავთ. სუვერენიტეტი ხარისხი დღეს საქართველოში და დამოუკიდებლობის ხარისხი, ხო? სუბუქად რომ თქვა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი არასდროს არ ყოფილა. და ჩვენ ძალიან ძვირი გვიждდება, ეს კომფორტი ნამდვილად არ არის, ვინაიდან ამის გამო ჩვენ უძლებთ უამრავ წნეხს, უამრავ ზეწოლას, უამრავ უსამართლობას, მაგრამ მაინც ერთნაბიც უკან არ დგავთ და მივიწევთ წინ, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ეს არის ჩვენი პატრიოტი მოსახლეობის ინტერესი. და მაქედან გამომდინარე ჩვენ ვატარებთ ზუსტად ამ პოლიტიკას და არავითარ შემთხვევაში ჩვენ ამას არ გადაუხვევთ, კიდევ რო გაიზარდოს უფრო შანტაჟი, რაღაცა იქ სანქციები და ასე შემდეგ, ჩვენ ყოველთვის ამ პოლიტიკის გარანტორები ვიქნებით საქართველოში. ანუ ქართული ოცნება არის მშვიდობის, სტაბილურობის და ჩვენი ღირებულებების შენარჩუნების მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ეროვნული თვითყოფადობის გაძლიერების მთავარი გარანტი არის ქართული ოცნება საქართველოში. შესაბამისად, ეს წერილი რა თქმა უნდა დროული იყო. ეხლა გასული არის დაახლოებით 4 თვე რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში და ჩვენ სამწუხაროდ მათი მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში განცხადება არ მოგვისმენია, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ის გზავნილები, პოლიტიკური ნაბიჯები, ის შეხედულებები, ის გაჟღერებული სიფრთხილით ფრაზები
და ასე შემდეგ აბსოლუტურად თანხმედრაში რაც ჩვენი მხრიდან გეკეთებოდა. ხო, აბსოლუტურად თანხმედრაში არის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან. ღირებულებებითი ნაწილი LGBT პროპაგანდასთან მიმართებაში, როგორი ღია ბრძოლა გამოვაცხადე და რეები გავბედეთ, ანტი-LGBT პროპაგანდა კანონი მივიღეთ. პირველები ჩვენ ვიყავით, ვიც ასე ვთქვათ, ხმამაღლა დავიწყეთ USAID-ის და NED-ის კრიმინალურ საქმიანობაზე საუბარი. უკრაინის ომთან მიმართებაში აბსოლუტურად სრული თანხმედრა არის ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაციას შორის. თუ რა იყო ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი ამ ომის და რომ პროქსი სახელმწიფოდ გამოიყენეს უკრაინა. მე მინდა მოვიშველიო ბატონი მარკო რუბიოს სიტყვები, როდესაც ეს ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში, რომ ჩვენთვისო ამერიკელებისთვისო, უკვე ასე ვთქვათ, ახალი ამერიკისთვისო მნიშვნელოვანი არისო პარტნიორობა ისეთ ქვეყნებთანო, რომელსაც წინა პლანზე აქვს წამოწეული თავიანთი ქვეყნის ინტერესები და თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტი. მე ამიტომ გავაკეთე ამ ხელას შესავალი, ხო? ანუ რაც მე ჩამოვთვალე, სრულ თანხმედრაში ვარ, აბსოლუტურად ყველა პუნქტში. და ჩვენ ძალიან ბევრჯერ ჩვენმა ლიდერებმა, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, საჯაროდ, სხვადასხვა პლატფორმებზე გამოვხატეთ, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვსურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნამდვილი მეგობრობა, ახალი ფურცლით დაწყება პარტნიორობის, რეალური სტრატეგიული პარტნიორობა და არა ის, რომელიც უბრალოდ ფარატინა ფურცელზე იყო, ხო? ისეთი ტიპის პარტნიორობა, როგორც მაგალითად ჩინეთთან გავაფორმეთ, გაფორმდა პარტნიორობა და ჩაინიშნა პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ასე შემდეგ, ხო? ასეთი ტიპის პარტნიორობაზე გვაქვს საუბარი და ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ღიად თავაზობთ, რომ შეგვიძლია კონკრეტული გზამკვლევიც კი დავაწესოს ამასთან დაკავშირებით, რომ ესე ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ აეწყოს ეს რეალური პარტნიორობა და საქართველოს შეგახსენეთ ისევ ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე არის ნებისმიერი ქვეყნისთვის სასურველი პარტნიორი. არ აქვს მნიშვნელობა ეს დიდი ქვეყანაა თუ პატარა ქვეყანაა. ჩვენ არასდროს არავისთვის არ გვიღალატია, ჩვენ არასდროს ჩვენ პრინციპებს არ ვღალატობთ და ყოველთვის გვერდში უდგავართ განსაკუთრებულად ჩვენს მეგობრებს და ვართ ძალიან სერიოზული დასაყრდენი ნებისმიერი ორგანიზაცია იქნება ეს, გაერთიანება იქნება თუ კონკრეტული ქვეყანა იქნება. იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე რო ვთქვათ, ხო, ის მისიები, რომელიც მაგალითად ავღანეთის, ერაყის მისიები, ხო, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტინგენტით ვიყავით წარმოდგენილები და ათასობით მებრძოლს როდესაც ვაგრძელებდით, იგივე ლატვია, ლიტვა, ესტონეთის, ასე ვთქვათ, დღეს რო ძალიან ხმაურიანად საუბრობენ ეს ქვეყნები 50 კაციანი შემადგენლობები ყავდა ჯარისკაცების სახით იქ გაგზავნილი. ხო, ნატოს ქვეყნებს შორისაც მე-4 ადგილს ვიკავებდით და ამითი კიდევ ერთხელ დამტკიცებული გვაქვს, თუ რამდენად სერიოზული პარტნიორები ვართ და როგორი სანდო პარტნიორები ვართ, ხო? აი ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც არის აბსოლუტური დუმილი, ხო, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან გასაკვირი, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. რა თქმა უნდა, ამ კითხვის ნიშნებზე პასუხი უნდა გაცეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა ადმინისტრაციამ. ეს კითხვის ნიშნები მარტო საქართველოს მოსახლეობაში არ არის მე გარწმუნებთ, ხო? ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც ცდილობს რომ გაატაროს ისეთი კურსი, როგორ კურსაც ატარებს საქართველოს და ჩვენი ხელისუფლება, ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ელოდებოდა, როდესაც ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდოდა ხელისუფლებაში, ვინაიდან ისინიც და ესეთი ბევრი ქვეყანა ნამდვილად არ არის ევროპაში 2-3 თუ გამახსენდება მაგალითად ევროკავშირში, რა თქმა უნდა, ეყრდნობოდნენ სწორედ იმ დაპირებებს, რა დაპირებებითაც მოდიოდა ეს ადმინისტრაცია ხელისუფლებაში, რომ ისინი პატივსცემენ ისეთ ქვეყნებს და ისეთ ქვეყნებთან მოუნდებათ პარტნიორობა, ვინც სუვერენიტეტს პირველ ადგილზე აყენებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, კითხვის ნიშნები ძალიან ბევრი იქნება, არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც და ამ კითხვებზე, როგორც გითხარით, პასუხი აქვს გასცემი ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას. ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი აბსოლუტურად არაფერი არ არის, იციან ჩვენი სრული მზადყოფნა და პირიქით ჩვენ გვიკვირს რატომ არის დუმილი და ამასთანავე რა თქმა უნდა კიდევ ეს წერილი ასე ვთქვათ დროული იყო იქიდან გამომდინარე რომ სულ ახლახანს მიიღეს ეს მეგობარი აქტი ხო აი ეს მეგობარ აქტზე წოდებულზე მინდოდა გამეკეთებინა განსაკუთრებულად ჩვენ ამას ყურადღებას არც მივაქცევდით იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ გვახსოვს მაგალითად ევროპაში მიღებული პლაცამერია უკვე რეზოლუციების აბსოლუტურ სიყალბეზე დაფუძნებული თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია და ასე შემდეგ ხო და ამას ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ მით უმეტეს ისეთი აქტი რომელიც ბატონი ჯო ვილსონის ასე შთაგონებრივ
განმარტებით არის გამოგონილი და იგი დგას ამ აქტის ავანგარდში. თუმცა ჯო ვილსონი საკუთარ თავს მოიაზრებს ტრამპის მხარდამჭერად და ტრამპის გუნდის წევრად. აი მაგას ვაგრძელებ. ამიტომ არის საინტერესო და იგივე 400-ზე მეტი მხარდაჭერა, რომელიც ქვედა პალატაში მიიღო ამ მიწოდებულმა მეგობარმა აქტმა, ნამდვილად აჩენს. ჯო ვილსონი არის ის ადამიანი, რომელიც ქალბატონ ლორა თორნტონთან ერთად ატარებდა ღონისძიებას იანვრის თვეში საქართველოსთან მიმართებაში ჰქონდათ რაღაც აბსურდული ღონისძიება და ლორა თორნტონი არის ის ადამიანი, რომელიც ბატონ ტრამპს უწოდებს გამაუპატიურებელს, ხო? შესაბამისად, მე მგონი სიმპათიებით ბატონი ტრამპი ჯო ვილსონის მიმართ არ უნდა იყოს განწყობილი. ეს აქტი, რომელიც არის აგებული რაღაცა აბსურდებზე, თან იქ ფაქტობრივი, ასე ვთქვათ, უზუსტობებიც არის, ხო? ვერ გაურკვევია თავდუმაძე მოსამართლეა თუ, ასე ვთქვათ, პოლიციის წარმომადგენელი, ვერ გაურკვევიათ რომელ არჩევნებზე არის საუბარი, ქალბატონი ზურაბიშვილის. სახელწოდებაც ვერ გაურკვევიათ ბოლოს და ბოლოს. მაგაზე გადავალ, ზურაბიშვილის არჩევნები გაყავდაო. იქ კიდე ბევრი თემა არის გაურკვეველი, სხვა შორის ჯო ვილსონი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოსიო USAID-მაო უნდა ჩამოაყალიბოს ეხა სტრატეგია როგორი მოქმედოს საქართველოს და მაშინ როდესაც ბატონი ტრამპი USAID-ს კრიმინალურ ორგანიზაციას უწოდებს და ჯო ვილსონი ფსონს ისევ USAID-ს ედებს, ხო? ესეც ხო დისონანსი არის, ხო? ამ შემთხვევაშიც ვერ ხვდებით რატომ არ გააკეთა ადმინისტრაციამ ამის მიზეზებზეც ვილაპარაკოთ. რა შეიძლება სწორედ ეს არის გაუგებარი, რომ ამ აქტთან დაკავშირებითაც დუმილია, შეიძლება ჯო ვილსონმა ამ დუმილზე თქვას, რომ დუმილი თანხმობის ნიშანი არისო, ხო? და ამითი კიდე ერთი საკენკი გადმოუგდონ რადიკალურ ოპოზიციას, რომ დუმილი თანხმობის ნიშანი. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ამ ბუნდოვანებისგან გათავისუფლება, ჩვენ გვჭირდება ამ კითხვებზე პასუხი. თან ახლა მეგობარ აქტს მოდი კიდევ ერთხელ გადავხედოთ, ხო? ამ ტრულ აქტს, ხო? მიგწერია მაგალითად ის, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსლა. ეთანხმება ამაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია? კი, რა თქმა უნდა, ეს ასე ვთქვათ, დეზინფორმაცია გავრცელებული იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან, როდესაც ჯერ კიდე ზაფხული იყო, შეგახსენებთ და მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ბატონი ბლინკენი საქართველოზე ამბობდა, რომ დემოკრატიული უკუსლა არისო და იქიდან ერთ კვირაში ჩაფრინდა მონღოლეთში და ამბობდა, რომ მონღოლეთი დემოკრატიის ოაზისი არისო რეგიონშიო, ხო, მაგალითად, ხო? სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, როდესაც ლაპარაკობენ მაგაზე გადავალ კიდე. ესე იგი, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე სავარაუდოდ გულისხმობთ სირიაში მაგალითად, იმიტომ რომ წერილის შემადგენელი ნაწილი იყო ეს ავტორიტეტი. სირიას მაგალითად, აი ხა ჩვენი საუბრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ამერიკის ამ ადმინისტრაციამ მოუხსნა ხონამექნება ზუსტად ეგ თემა შემახსენეთ, იმიტომ რომ მიუბრუნდეთ ამ თემას. მიუბრუნდეთ, იმიტომ რომ ევროპის პოზიციაც მინდა მაგასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, შევაფასო, ხო? ესე იგი, დემოკრატიის უკუსლა არისო. აი, მოდი შევადაროთ რაზე არის საუბარი. ანუ მედია თავისუფალი არის აბსოლუტურად, ხო? მაგალითად თუ შევადარებ წინა ხელისუფლების პერიოდს, ხო? არ ხდება ბიზნესის რეკეტი, აბსოლუტურად თავისუფალია ბიზნესი წნეხისგან, ხო? დაცულია ადამიანის თავისუფლების და ღირსების, ასე ვთქვათ, იდეა არის ჩვენი მთავარი ფუნდამენტი, ქართული ოცნება. ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, დასავლურ ავტორიტეტულ ორგანიზაციებზე მაქვს საუბარი, კვლევიძე, ბოლო 1 წლის განმავლობაში რა ინდექსებსაც აკვერყნებენ დემოკრატიის ფარგლებში, აბსოლუტურად ყველგან გვაქვს პროგრესი, ყველგან ვართ მოწინავე პოზიციებზე. დღესაც გამოქვეყნდა სერიოზული ორგანიზაციის მიერ დემოკრატიის ინდექსი, სადაც მთავრობის გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილს ძლევათ ევროპაში, ღია ბიუჯეტის ინდექსი საერთოდ სოფლიოში ზედიზედ მეორე წელია პირველ ადგილს ვიკავებთ. იქ მანამდე იყო ატლანტიკური საბჭო, იყო თუ არ ვცდები, ასევე რომ დემოკრატიის 11 წლიანი უწყვეტი პროგრესით საქართველოს ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა მართლმსაჯულების კუთხით, სასამართლოს კუთხით, ასე შემდეგ, ყველგან ვართ მოწინავე პოზიციაზე, ყველგან ვასწრებთ დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს და ძალიან ხშირ შემთხვევაში ვასწრებთ ევროკავშირის მოქმედ წევრ ქვეყნებსაც და ნატოს წევრ ქვეყნებსაც, ხო? შესაბამისად, ეს არის პირველი აბსურდი. მეორე აბსურდი, რაც ამ აქტში წერია, არის რომ საქართველოს და სახელთან მიმართებაშიც თქვენ სწორად თქვით, რომ სახელი შეუცვალესო, რომ უნდა გავანთავისუფლოთ რუსული და ასე ვთქვათ, ირანული და ჩინეთის გავლენები. მაშინ როცა თვითონ მოდი ერთი წუთი თემას კონკრეტულად ჩავყვეთ. ესე იგი, რუსეთთან მიმართებაში ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა არ გაგვაჩნია და ყველა მითის, რომ 20% არის ოკუპირებული და რუსეთთან ჩვენი საუბარი თუ დაიწყება და
და აუცილებლად დაიწყება იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი დაიწყება მხოლოდ დეოკუპაციის თემასთან დაკავშირებით. ეხლა ჩვენ ბევრი გზავნილი გვესმის ხოლმე, ხო, რასაც ოპოზიცია ესე აიტაცებს, რომ იქ 3+3 ფორმატი ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი გაცხადებული პოზიცია მთლიანად ჩვენი გუნდის რომ კი ბატონო დავიწყოთ საუბარი, ოღონდ საუბარი უნდა დაიწყოს ქვეყნის დეოკუპაციასთან დაკავშირებით და დიპლომატიური კავშირები არანაირი არ გაგვაჩნია. რაც შეეხება ჩინეთს ჩინეთთან კი ბატონო ჩვენ ვამაყობთ რომ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს ძალიან ვახლოვდებით ჩინეთთან დიდი ალბათობით ჩინური ბანკებით შემოვლენ საქართველოში ჩინეთი რომელთანაც უზარმაზარი ვაჭრობა აქვს 800 მილიარდის ფარგლებში ევროკავშირის 600 მილიარდის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხლა ჩვენ გვესმის ბატონი ტრამპის ასე ვთქვათ გზავნილები ჩინეთის მისამართით დაალაგდნენ ამერიკა და ჩინეთი და ძალიან ასე ვთქვათ ტარიფებიც გააუქმეს ტარიფებთან დაკავშირებით და ურთიერთობასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური გზავნილები აქვს ერთმანეთთან მიმართებაში. ევროკავშირის პოზიციაა, რომ ჩვენ გვინდა ჩინეთთან დაახლოება, იმიტომ რომ ჩინეთი ჩვენ ძალიან გვჭირდება და ასე შემდეგ. მან რა პრობლემა არის? ვერ ხედავ, ან სად არის ჩინური გავლენები? ეს არის უბრალოდ პარტნიორობა. და შესაბამისად ვერავინ პარტნიორობას ვერ აგვიძალავს. იგივე ლოგიკა ალბათ, როცა მათთვის შეიძლება გამჭვირვალობა და კანონი, რომელიც გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, ასეთი კანონის არსებობა და ჩვენთვის არ შეიძლება. მე ასე ხსნის, ხო ახსნა არა მაქვს. ანუ ორმაგი სტანდარტია. ევროპაში შეიძლება ასეთი კანონი არსებობდეს, ამერიკაში შეიძლება ასეთი კანონი არსებობდეს, საქართველოში არ შეიძლება არსებობდეს. ლევან, აი რა მინდა იცით? და ერთ რაღაცას ვიტყვი, კიდე ერთ რაღაცას დავამატებ, ირანთან მიმართებაში ხომ მაგჩი ესეც არის ასახული, ესე იგი, ირანის გავლენებისგან უნდა გავათავისუფლოთ საქართველოს. რა გავლენებზე არის საუბარი, ხო? რამდენიმე ირანელი პრემიერ-მინისტრი რომ იყო ჩასული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, ანუ რეგიონის ყველა ლიდერი ჩასული იყო და ევროკავშირის წარმომადგენლები ჩასულები იყვნენ და ირანის გავლენებს ეძახიან. ამას რუსულ გავლენას რას ეძახიან? კიდევ ერთხელ მიმართავ ჩვენ საზოგადოებას, ვინმე ერთი მაგალითი მოიყვანოს 13 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ რა გააკეთა რუსული საქმე, ან რითი გაზარდა რუსეთის გავლენები საქართველოში. ვერავინ ვერანაირ მაგალითს ვერ მოიყვანს. ერთადერთი მაგალითი რაც აკერიათ პირზე, ასე ვთქვათ, უკაცრავად, მაგრამ twin გამორეცხილებს რომ მიიღეთ რუსული კანონი. ამაზე ორ სიტყვაში კომენტარს გავაკეთებ, ესე იგი ჩვენი 6 გვერდიანი კანონი, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს და რუსეთის კანონი, რომელიც აბსოლუტურად სხვა შინაარსის არის და ზღუდავს ძალიან ბევრ რაღაცას, ხო? როდესაც უშუალოდ რუსული კანონი გაასაჩივრეს სტრასბურგში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა 6 მუხლი, რომელიც არის დრაკონული მუხლი და ლახავს ყველანაირ უფლებას, ხო? არც ერთი ეს მუხლი ქართულ კანონში არ არის. თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს კანონი რუსული შესაბამისად ეს არგუმენტიც არავის არ რჩება. ხვდებით რისი თქმა მინდა? ანუ ფიზიკურად რუსული გავლენა 13 წლის განმავლობაში საქართველოში 1 სანტიმეტრითაც და 1 გრამითაც არ გაზრდილა. მაგიდან გამომდინარე რაზე არის საუბარი, ხო? აბსურდებზე არის საუბარი და იქ სხვა შორის მეგობარ აქ კიდე გვიწუნებენ და უნდა გავაგზავნო ამაზე აუცილებლად საუბარი, რომ თითქოს საქართველოს გადაუხვია ევროატლანტიკურ კურსზე. რაში ჩანს ეს ყველაფერი? მოდით მივყვეთ თან მივდევრობით, ხო? და ამასთან დაკავშირებითაც ძალიან საინტერესოა, რატო დუმს დღევანდელი ადმინისტრაცია, როდესაც მაგალითად მათ მწვავედ გააკრიტიკეს, რაც მოხდა რუმინეთში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს გააუქმებინეს პირველი ტურის შედეგები, ხო? მწვავედ გააკრიტიკეს, როდესაც AfD-ზე ესეთი პროცესი არის დაწყებული გერმანიაში და აკრძალვას უპირებენ. მწვავედ გააკრიტიკეს საფრანგეთი, როდესაც ქალბატონ მარი ლეპენს ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ ფიგურას 5 წლით აუგზავნეს პოლიტიკაში მონაწილეობა და ჩვენთან მიმართებაში რომ უსამართლობის კასკადი არის ბრიუსელიდან და როდესაც თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს მისი ადმინისტრაცია და ბატონი ვენსის გამოსვლად მიუნხენში შეგიძლია ასე ვთქვათ არქივიდან ამოიღოს ნებისმიერმა ადამიანმა ხომ როდესაც პირდაპირ ამბობენ რომ დემოკრატიის უკუსლა არის ევროკავშირში ვინაიდან ბრიუსელის ჭარბი გავლენა არის თლიანად ბრიუსელის ასე ვთქვათ ბიუროკრატების ჭარბი გავლენა არის იქ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე რომლებსაც აკონტროლებს deep state-ი რომელსაც აკონტროლებს არაფორმალური ოლიგარქიული მართლობა ვისაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვეძახით და რამდენი უსამართლობა მომდინარეობს იქიდან და დღესაც გრძელდება იგივე ელჩების სახით იგივე ევრობიუროკრატების ბრიუსელის ბიუროკრატების სახით და ამასთან დაკავშირებითაც ამერიკის შეერთებულ შტატებს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ხო როდესაც მე ჩამოთვალე მაგალითები რომელ ქვეყნებთან მიმართებაშიც გააკეთეს ხო ეს კომენტარები მინიმუმ დაგმეს ხო ჩვენთან მიმართებაში აქაც დუმილი არის და შესაბამისად ეს რა თქმა
თქმა უნდა უსამართლობის განცდას იწვევს ჩვენს მოქალაქეებში და კიდევ ერთხელ ვახსენებ აბსოლუტურად ყველას, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის უსამართლობა არის ყველაზე მიუღებელი. ანუ არასდროს ქართველი უსამართლობას არ შეეგუება და აქედან გამომდინარე, ახლა მე ძალიან მოკლედ რეზიუმე გავაკეთე, რა იყო აი ამ წერილის მიზეზი, რომელიც რა თქმა უნდა თავმოყარე ქვეყნის თავმოყარე პრემიერ-მინისტრს უნდა გაეგზავნა აუცილებლად და ამითი რა თქმა უნდა დღეს ჩვენი ქართველი პატრიოტები, რეალური პატრიოტები ვინც არიან, ვისთვისაც ქვეყანა მხოლოდ რაღაცა ტერიტორია კი არ არის, როგორც იმ უსამშობლოებისთვის, ვისთვისაც ქვეყანა არის სამშობლო და ვისაც აქვს ეროვნულობის განცდა და ეროვნული თავმოყარეობა, ხო? მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ წერილის ესეთი ტონით გაგზავნა და მე კიდევ ერთხელ ხას უსვავ, რომ ამ ტონში რა თქმა უნდა არაფერი ზედმეტი არ ყოფილა, ჩვენ არანაირი წითელი ხაზი არ გადაგვიქვთქვამს, თუმცა აქ ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია და ეხლა მინდა დაუბრუნდე იმ თემას. სირიაზე სანამ გადავალთ, მე მინდა სირიაზე არ გადავდიოდი, მე უბრალოდ გადავდიოდი მაგალითად იმ მეგობარ აქში, რომ წერია, რომ თითქოს ევროატლანტიკურ კურსს ვხდებით, ხო? მოდი ქრონოლოგიურად გავყვეთ. ანუ ქართული ოცნების პირობებში 74 მუხლი მივიღეთ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, სადაც ოპოზიცია მხარე არ დაუჭირა, სადაც ჩვენ კონსტიტუციით გავამყარეთ ჩვენი ურყევი, ასე ვთქვათ, ორიენტაცია ევროატლანტიკური მიმართულებით, ხო? და რაშია საქმე? ანუ ვინ გვაფერხებს? ჩვენ პირობებში მოხდა ვიზა ლიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი გამოვგლიჯეთ კბილებით, ხო? 2022 წლიდან, მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ზუსტად იმ დღიდან დაიწყო ეს ნეგატიური გზავნილები, ნეგატიური დამოკიდებულება ბაიდენის ადმინისტრაციიდან და ევრობიუროკრატების მხრიდან. რატომ მოხდა ესეთი დამთხოვა? ორ კვირაში რატომ დაემთხვა ისე, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს წვდომა შეუჩერეს რამდენიმე მილიარდ დოლართან, ხო? რატომ მოხდა? იმიტომ რომ დახურულ კარს მიღმა იყოს სწორედ ის საუბრები, რაც ჩვენ გარეთ არ გამოგვაქვს, წითელ ხაზებს არ ყვეთ, მაგრამ რასაც ყველა ხედავდა, რას მოითხოვდნენ ჩვენგან, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და კიდევ უარესი, რომ ჩარტერული რეისი თავრობის ოფიციალური თანხმობით გაგვეგზავნა მოხალისეები, რაც პირდაპირ ესკალაციას გულისხმობს. ხომ ეს ხო გამოგონილი თემა არ არის და ეს ხომ ის თემა არ არის, რაც დახურულ კარს მიღმა იყო ეს ბაიდენის ადმინისტრაცია და ევრობიუროკრატია რომ აბსოლუტურად ერთ ტალღაზე იყვნენ, ეს ვიცით და ბაიდენის ადმინისტრაციისგან პრინციპში არც მქონდა რამე სხვა ურთიერთობის მოლოდინი, მაგრამ მქონდა სხვანაირი ურთიერთობის მოლოდინი ტრამპისგან, რაც ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ ასრულდა. ეხლა მოდი ვილაპარაკოთ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ორი მიზეზი შეიძლება ქონდეს ამას სულ. ერთი მიზეზი, რომ ტრამპი მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება მან არაერთხელ გააკეთა, მაინც ვერ ახერხებს და deep state-ის დამარცხებას, ანუ ვერ ახერხებს იმ გავლენიანი ჯგუფების დამარცხებას, რომლებმაც განსაზღვრეს ის პოლიტიკა, რომელიც დღემდე გრძელდება, მაგალითად საქართველოსთან მიმართებაში, ან მეორე და ამ წერილშიც პრემიერ-მინისტრის წერილშიც არის ამაზე ხაზი გასმული, რომ განცხადებები deep state-ის დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერიო. ასეთი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩესო. როგორ ფიქრობთ თქვენ, მაინც რომელი ვერსია შეიძლება იყოს უფრო სწორი, რომ ვერ დაამარცხა ჯერჯერობით ტრამპმა deep state-ი, თუ არც ცდილობს მის დამარცხებას რეალურად? ჩემი მხრიდან ამის შეფასება ცოტა არაკორექტული იქნება იქიდან გამომდინარე, რომ აი ამ თანხwebdriver-ის მიუხედავად და deep state-ზე ჩვენ დავიწყეთ ხო საუბარი გლობალურ ომის პარტიაზე და არაფორმალურ მართლობაზე და იმ დანარჩენ თემებზეც რაც ჩამოვთვალე, რაზეც დღეს ამერიკა საუბრობს და რაზეც აგებს დღევანდელი ადმინისტრაცია თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ხო? და შესაბამისად რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? ეს თვითონ მოქმედმა ადმინისტრაციამ უნდა განმარტოს. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გულშემატკივრობთ ბატონ ტრამპს ამ ბრძოლაში არაფორმალურ მართლობასთან, ოლიგარქიულ მართლობასთან, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს და ეხლა მე პოლიტიკაში ვარ და მე უფლება არ მაქვს რომ რაღაცა წითელი ხაზები გადავკვეთო და უფრო სიღრმისეულად ვილაპარაკო, მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დიდი სურვილი გვაქვს რომ ეს ბრძოლა არის რეალური და იგი დაამარცხებს, მინიმუმ შეასუსტებს ამ გავლენებს, თუმცა როგორც ახლა ჩვენ ვაკვირდებით, ეს გავლენები არამც თუ დამარცხებული, არამედ შესუსტებულიც არ არის და საქართველოს ამისთვის ძალიან კარგი ტესტია, ესე უხეში სიტყვა რომ გამოვიყენო, იგივე ეს მეგობარი აქტი, ხო? და ის ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ის ინსტრუმენტები გამოაცალა, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ძირითადი ინსტრუმენტები რაც იყო NEDI, USAID და რაღაცა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, თუმცა უკრაინაში ომის დასრულება
და კიდე სხვა ასე ვთქვათ წინასაარჩევნო დაპირებები ჯერჯერობით ჰაერშია გამოკიდებული, ხო? და სავარაუდოდ ბატონ ტრამპს წარმოედგინა, რომ უფრო იოლი იქნებოდა ეს ბრძოლა, ვიდრე რეალობაში აღმოჩნდა. თუმცა ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს რეალური ბრძოლაა, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ დამარცხდება Deep State-ის გავლენები და შემდეგ ეს ტენდენცია უკვე ევრობიუროკრატებზეც გადავადა. ეხლა სირიის თემას რაც შეეხება, ხო, სირიაზე ცოტა დრო გრჩება და ვილაპარაკოთ აუცილებლად რა მინდა იცი კითხოთ, ანუ უბრალოდ რიტორიკულად დავსვა კითხვა. თუ მართლაც ვინმეს სჯერა ამერიკის შეერთებულ შტატებში ის რაც ამ ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტში წერია. მაგალითად თუ მართლა ვინმეს სჯერა რომ საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით არის რაღაც ვითარების გაუარესება, ამ პრობლემები, ან მოკლედ ის რაც ამ აქტში წერია. თუ ვინმეს სჯერა. მაშინ მე არ მესმის როგორ შეიძლება და თუ რეალური მიზეზი ეს არის რომ ვიღაცას სჯერა ამისი. მაშინ როგორ შეიძლება როგორ უნდა გავიგოთ მაგალითად იგივე სირიასთან სულ რამდენიმე 1 საათის წინ გადატვირთული ურთიერთობა. ეს არის აბსურდი და თუ დემოკრატია ადარდებს ვინმეს სირიასთან როგორ შეიძლება ევრობიუროკრატებიც მინდოდა გამეერთიანებინა, მაგიტომ გთხოვეთ რომ შემდეგ დაუბრუნდეთ ამ საკითხს, ვინაიდან ესე იგი ჩვენ გვესმის ყოველდღიური კრიტიკა ევრობიუროკრატების მხრიდან, ხო? თავისი რამდენიმე ელჩიც ჩართული ყავთ, საგარეო საქმეთა მინისტრებს აგზავნიან აქ, დელეგაციებს აგზავნიან. შემდეგ ჩაუტარეს საარჩევნო კამპანია პირდაპირ ოპოზიციას, ხო? ვინაიდან ოპოზიციამ მთლიანად მათ ექვემდებარება და ისინი ექვემდებარებიან Deep State-ს არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, ხო? ესე იგი ისინი გვიწუნებენ ჩვენ რაღაცა დემოკრატიას საქართველოში და ამასობაში ეხლა თუ არ ვთქვი ბატონმა მაკრონმა მიიღო ძალიან ისე პომპეზურად სირიის ახალი მმართველი და ჩვენ უნდა გვავიწყდება რომ იგი ტერორისტების სიაში იყო, ხო? და თუნდაც ერთი თვის წინ იყო დაახლოებით, როდესაც პირდაპირ ეთერში ნახეთ კადრები გენოციდი როგორ მოაწყვეს პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით, ხო? ქალებს და ბავშვებს ხოცავდნენ პირდაპირ და თავებს აჭრიდნენ, ხო? და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩასული ორჯერ უკვე თუ არ ვცდები, იქ მილიარდობით დოლარი ჩაურიცხა ევროკავშირმა სირიას დასახმარებლად, სირიის დემოკრატიის ესე ბჭყალებში რო თქვა. სირიის ხელისუფლებას მოდი პირდაპირ დღევანდელმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების ადგა და მოუხსნა სანქციები, ხო? ანუ ეს ყველაფერი ხო 2 მაგ, 100 მაგ და 1000 მაგ სტანდარტებზე მიუთითებს. მაქედან გამომდინარე არის რომ ჩვენ გვაქვს ესეთი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ჩვენს ქართველებს ყველაზე ძალიან არ გვიყვარს უსამართლობა და ის სწორედ უსამართლობის დროს, როდესაც გრძნობთ, რომ ამისი საფრთხე არის ყველაზე მაგრა ვერთიანდებით. პატრიოტ ქართველებზე მაქვს მე საუბარი და არა იმ ვიღაცა უსამშობლოებზე, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს ვინ გააკონტროლებს, ხო? ასე ვთქვათ, ჩვენთვის არის თავარი პრინციპი ის რომ შენ არც მოსკოვი არ უნდა გაკონტროლებდეს, არც ბრიუსელი, არც ვაშინგტონი და არც ერთი დედაქალაქი და მათთვის ოღონდ მოსკოვი არ იყოს და გაკონტროლოს ბრიუსელმა ცალფეხზე გითხრას რომ დადგევეს ცოტა უკვე გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ნუ თვითონ დაიბრენდეს თავი ესე, ხო? და იქ როდესაც ესე იგი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე ორჯერ იყო ჩაბრძანებული, იქ პირდაპირ განაცხადა რომ ჩვენო გერმანელებსო დახმარება არალეგალური მიგრანტების სახით ჭირდებაო რომ საერთოდ გაუმრავლდებთო, ხო? ნუ რაღაც აბსურდზე არის საუბარი და ესეთ ქვეყანას ესე გვერდში უდგანან და საუბრობენ რომ იქ დემოკრატიის განვითარებისთვის ფული უნდა ჩაიდოს, სანქციები მოეხსნა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გავაგზავნეთ მნიშვნელობა არ აქვს ზუსტად ერთი რაღაცა მინდა ჩვენი მოქალაქეების გასაგონად თქვა, მით უმეტეს ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ საქმით დავამტკიცეთ ეს და ჩვენი მოქალაქეები ამას ძალიან გვიფასებენ, ჩვენი პატრიოტი ქართველები საქმით გვაქვს დამტკიცებული რომ ჩვენ არ ჩანტაჟის გვეშინია არაფერზე უკან არ დავიხევთ. ჩვენთვის არის პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარება და ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ეს დამოუკიდებლობის ეს ხარისხი რაც ჩვენს გვაქვს, ჩვენ დღეს გვაქვს უპრეცედენტო, ეს დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება და მნიშვნელობა არ აქვს ამისთვის ჩვენ რა ბრძოლა მოგვიწევს და ვისთან მოგვიწევს, ვინაიდან 4 წლის განმავლობაში ჩვენ რაც გამოვიარეთ მე არ ამგონია რომ იმაზე რთული ბრძოლა კიდე წინ გველოდებოდეს, ხო? დიდი მადლობა. აუცილებლად გამარჯვებულები გამოვალთ ყველა სიტუაციიდან, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ვართ პატრიოტული ძალა, ჩვენ ვართ პასუხისგებლიანი ძალა. დიდი მადლობა ბუნებრივია ყურადღებით მივადევნებთ მომდევნებს თვალყურს და ვნახოთ რა გამოხმაურება იქნება და რა რეაქცია იქნება ამ წერილს. ლევან მაჭავარიანი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი. მაყურებელს შევახსენებ პოსტ ანალიტიკა დღეს ამით დასრულებულია, ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.